მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის რანგში უკვე მოეწერა ხელი 28 კანონს, მათ შორის ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც დარეგულირდა პიროტექნიკის იმპორტთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევე ხელი მოეწერა საქართველოს კანონს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე განწესების დღიდან ენიშნება პერსონალური დაცვა და უნარჩუნდებათ უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში. გარდა იმ შემთხვევისა, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ამ თანამდებობის პირის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. როგორც მოგეხსენებათ, სწორედ პირბადეები და სახის, ასე ვთქვათ, შენიღვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების შესადენად. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის, ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა მხრიდან, კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან, ამას რომ რეპრესულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული, რომ ყოფილიყო წინასწარ ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავშეიკავებდა დანაშაულის შადენისგან. ყველა კანონი, რომელიც გადაიგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს, ჩვენი ქვეყნის და მის სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას. ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ისაქმებათ აქციას. და ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ატომაც არის აკრძალული ევროპაში ნიღბების დარება და გამოდის რომ თქვენ ესე იგი ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცე, როცა სამსადენი გაზის გამოყენება ხდება იმის გამო, რომ აქცია გასული არის კანონიერი ჩარჩოებიდან. და როდის შესაბამისად როცა ხდება სპეციალური საშუალების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა.